10-დან ერთ ადამიანს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც დაუგინდება თირკმლის კენჭის დიაგნოზი და სამწუხაროდ ეს სტატისტიკა ყოველწლიურად იმატებს. Ის ფაქტი, რომ ცხელ კლიმატურ პირობებში, ტროპიკულ ქვეყნებში მაღალია შავკენჭოვანი დაავადების შემთხვევები, დღესდღეობით უკვე რეალობას აღარ შეესაბამება, ვინაიდან კენჭის წარმოქმნა არის მულტიფაქტორული და გარდა გარეგანი ფაქტორებისა დამოკიდებულია შინაგან ფაქტორებზე. და იმ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებსა და სკანდინავიის ქვეყნებში მოსახლეობის უმეტესობას აქვს შავკენჭოვანი პრობლემა. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს დასავლურ ცხოვრების წესთან და დასავლურ საზოგადოებაში ჭარბი წონის ეპიდემიასთან. ჭარბი საკვები, კონსერვანტები, ნაკლებად დატვირთვა სითხით, ნაკლებად ცხოვრების მოძრავი ცხოვრების წესი, ეს ყველაფერი განაპირობებს იმ მეტაბოლურ დარღვევებს, რომლებიც ჩვენი შინაგანი ფაქტორებია, რისკ ფაქტორებია შავკენჭოვანი დაავადების წარმოქმნის. ვინაიდან ჭარბი წონის შემთხვევაში წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში ზუსტად ის პათოლოგიური ნივთიერებები, რომლებიც წინაპირობაა კენჭოვანი პრობლემის განვითარების. ეს არის კალციუმი, ოქსალატი, შარდმჟავა. მნიშვნელოვანია დავიცვათ გარკვეული კვებითი დიეტა, რომელიც რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, ვინაიდან კენჭების შემადგენლობიდან გამომდინარე არის სხვადასხვა ტიპის და ერთი სტანდარტული დიეტა არ წარმოადგენს რაიმე ოქროს სტანდარტს. ამიტომ ყველა პაციენტთან უნდა მოხდეს მისი ექიმის მხრიდან კონკრეტული დიეტის შერჩევა. 80% შემთხვევებში წარმოადგენს კალციუმ ოქსალატური ან მკვრივი კენჭები, რომლებიც შედგებიან კალციუმისა და ოქსალატის ნაერთისაგან. და ის ფაქტი, რომ კალციუმი არის ჩვენი მტერი, არ წარმოადგენს რეალობას. თითქოს იმის გამო, რომ კალციუმ ოქსალატურში ისმის სიტყვა კალციუმი, ხშირად პაციენტებს გონიათ, რომ კალციუმი მდიდარი საკვები არ უნდა მიიღონ. და რეალურად პირიქით არის, იმიტომ რომ ის ოქსალატი, რომელიც ნაწლავში არის და გადადის სისხლში, სისხლში უკავშირდება ზუსტად კალციუმს და ხდება კენჭების წარმოქმნა უკვე თირკმელებში. მაგრამ თუ ჩვენ მივიღებთ კალციუმ მდიდარ საკვებს, სხვა ტიპის საკვებთან ერთად, უკვე ამ ნაწლავში არსებული ოქსალატის შებოჭვა ჩვენს მიერ მიღებული კალციუმით მოხდება ნაწლავშივე და ამით მოვახდენთ პრევენციას კალციუმ ოქსალატური კენჭების წარმოქმნის. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა 80%-ში ხვდებით მკვრივ კენჭებს, ამან არ უნდა შეაშინოს პაციენტები, ვინაიდან თანამედროვე ლითოტრიფსია ნებისმიერი სიმკვრივის კენჭზე და ზომის კენჭზე არის მოწოდებული და ხშირად ერთზიანში ხდება მისი სრული დაშლა. ყოველგვარი ინვაზიის და ანესთეზიის გარეშე. ეს ტექნოლოგია არის ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში უკვე მრავალი წელია, რაც წარმატებით გამოიყენება სწორედ მკვრივი კენჭების და დიდი ზომის კენჭების მკურნალობის კუთხით. საბოლოო ჯამში მინდა გირჩევთ, რომ მიიღეთ მეტი სითხე, შეზღუდეთ სუფრის მარილი, ნატრიუმი და მიიღეთ კალციუმით მდიდარი საკვები სხვა ტიპის საკვებთან ერთად.